გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელი გაკვეთილი იქნება იმაზე, თუ როგორი შეიძლება რომ იყოს ტრეიდერის რუტინა დილის და შემდეგ უკვე კვირის ბოლოს რას ვაკეთებთ. არ არის აუცილებელი რომ ზუსტად ამ თანმიმდევრობით გააკეთო, როგორც მე ვაკეთებ, უბრალოდ აგიხსნით ჩემ მაგალითს და ვთვლი რომ ნორმალურია, კარგი მაგალითია და ამ მეთოდოლოგიით ჩვეულებრივ შეგიძლია რომ მიყვე შენც. მოკლედ, ვიწყებთ ყოველდღიურად რას ვაკეთებთ, ჯერ ამაზე აქედან დავიწყოთ. დილა როგორ იწყება, დილას რას ვაკეთებთ, როდესაც ვშდებით უკვე მონიტორთან, ანუ რაღაც დონის რუტინა აუცილებელი არის რომ სანამ პირდაპირ დაჯდები და პირდაპირ სანამ ტრეიდს ჩარტზე დაიწყებ ყურებას და პირდაპირ სანამ ტრეიდს აიღებ, რაღაც მარკეტს უწებ შეეჩვიო, გადახედო, რაც გაინტერესებს ყველაფერს, ჩაიწერო შენთვის მნიშვნელოვანი დეტალები და შემდეგ უკვე დღის ბოლოს რას ვაკეთებთ და კვირის ბოლოს რას ვაკეთებთ, ამაზეც ვილაპარაკებთ. ჩემ დღეზე გეტყვი, მე როგორ ვიწყებ დღეს და შემდეგ უკვე გადავიდეთ დანარჩენ ნაწილებზე. დღე რომ თენდება, უშუალოდ მონიტორთან რომ ჯდები, შემდეგ რას ვაკეთებ, აი ამაზე არის ეს ახლა. ან დღე რომ იწყება, რამდენიმე რამეს ვუყურებ. ვუყურებ ზოგადად რა ხდება მარკეტზე. ვუყურებ დოლარს, აუცილებლად პირველ რიგში, რას აკეთებს დოლარი, ზემოთ მიდის თუ ქვემოთ მიდის, იმიტომ რომ ეს გავლენას ახდენს ზოგადად მარკეტზე. როდესაც დოლარი ძლიერია და ზემოთ მიდის, ანუ რა ინფორმაციას გვაძლევს ეს, რომ მოთხოვნა არის დოლარზე ძლიერი. ანუ სხვა ქვეყნის ვალუტებიდან დოლარზე არის შემოდინება უფრო მეტი და ასევე დოლარი როცა ზემოთ მიდის, ანუ ეს გვაძლევს ასევე ინფორმაციას იმაზე, რომ ფედერალური რეზერვი სავარაუდოდ ფედერალურ რეზერვს თანხა გააქვს მარკეტიდან, ზოგადად ცირკულაციიდან რაღაც დონის თანხა გააქვს, ამიტომ ძლიერდება მარკეტი, მეტი ძალა ეძლევა მარკეტს და დოლარს თვითონ და ამიტომ მიდის ზემოთ. ანუ ეს ორი ფაქტორია. სხვები სყიდულობენ სხვა ვალუტებიდან, მაგალითად ევროდან გადმოდინება არის უფრო დოლარში, ფუნტიდან არის მაგალითად გადმოდინება უფრო დოლარში, მაგალითად ლარიდანაც უფრო დოლარში, ეს იწვევს მოთხოვნა, რადგან დოლარზე მეტია, დოლარის გაძლიერებას და იწვევს ეს, რომ ანუ ხელოვნურად ფედერალური ბანკი, ანუ როგორც ჩვენთან ეროვნული ბანკია, ცდილობს რომ გაამყაროს დოლარი შედარებით, რომ არ იყოს ძლიერი ინფლაცია, რომ ეს ინფლაცია დაარეგულიროს. რომ მაგალითად ეს ინფლაცია ძალიან არ წავიდეს ზემოთ და არ გაძვირდეს უცებ ძალიან ყველაფერი. ეს რომ დაარეგულიროს, თუ მაგალითად ზედმეტი დოლარი არის ცირკულაციაში, ეს დოლარი რაღაც მეთოდებით გააქვთ მარკეტიდან, თავის ბალანსს ავსებენ როგორც ეროვნულმა ბანკმა რაღაც რეზერვი ხომ აქვს, რაღაც ფულის ეროვნულ ბანკს და ეს რომ შეავსოს, აი ასეთი ფუნქცია. ანუ უყურებ დოლარს, ყოველდღიურად ვინიშნავ, სად გაიხსნა დოლარი, ანუ რა ფასზე, რომ შემდეგ ამაზეც მქონდეს დატა, რომ მაგალითად რაღაცა დღე რომ დამჭირდეს, პირობითად და შედარება დამჭირდეს რამესთან, ახლა აქ არ მომიწიოს ზებნა და პირდაპირ მქონდეს დატა. უცებ შევხედო, შევადარო ერთმანეთს, ანუ პირობითად ახლა რომც ვნახო აქ ეს, რომ 5 აგვისტოს მაგალითად დოლარი გაიხსნა, არ ვიცი, 98 და 74-ზე. ანუ ამას კი ვნახავ, მაგრამ თუ რამეზე მინდა რომ შევადარო, ან რამდენიმე რამეს თუ მინდა რომ შევადარო ეს და სხვა რაღაცებზე რა ხდება, ერთად რომ დავინახო, უკვე უნდა ვიწვალო და იქ რამდენიმე ჩარტი გავხსნა და აქ რა ხდება და ანუ მირჩევნია რომ მე პირადად ესე მირჩევნია, მოკლედ ანუ სხვებისთვის შეიძლება სხვანაირად იყო და დამატებით დილის რუტინისთვის ჩემთვის კარგია და კარგად მუშაობს. ანუ უყურებ დოლარს, უყურებ რა შვება ნავთობი ზემოთ მიდის, ქვემოთ მიდის, ნავთობსაც გავლენა აქვს ინფლაციაზე. ნავთობის ფასი თუ ძვირდება, ანუ ბენზინი და ეს ყველაფერი თუ ძვირდება, პროდუქციის ინფლაცია
შეიძლება ამან გამოიწვიოს, იმიტომ რომ გაძვირდეს პროდუქცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბენზინი გაძვირდა, ტრანსპორტირება გაძვირდა, ამას შეიძლება ინფლაცია გაზარდეს. ეს თუ ინფლაციას თუ გაზრდის, ნავთობი, შემდეგ უკვე ფედერალურ რეზერვს მოუწევს მაგალითად ეს დოლარის ისევ შემოყვანა, მოკლედ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ამ ყველაფერს ვაანალიზებ. ანუ ეს ახლა ყველაფერი მე რისთვის ვიყენებ შემიძლია აგიხსნა, მაგრამ ну შორს წაგვიყვანს და რეალურად რაზეც არის ეს გაკვეთილი ამაზე ვისაუბროთ. უყურებ დოლარს, უყურებ ნავთობს, შეიძლება შენ სხვა რამეს დააკვირდე, რაც შენ გაინტერესებს ამ შემთხვევაში. მე მაინტერესებს რომ გლობალური სურათი დავინახო ეკონომიკის, ზოგადად საით მივდივართ, რა ხდება. ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ რეალურად ინვესტიციები გავაკეთებ. ამას day trading-ისთვის არ ვაკეთებ ოღონდ. ეს გასათვალისწინებელია. ეხლა აქ მაგალითად 15 წუთიან ჩარტზე euro USD-ზე, ეხლა ნავთობია, სად არის დღის ჩარტზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქ სხვა რამეზეა დამოკიდებული, ადგილობრივად სტრუქტურას უყურებ, ეს აქვს მნიშვნელობა. აქ ამას ვაკეთებ გლობალურ სურათი რომ დავინახო, იმისთვის რომ ინვესტიცია გავაკეთო მაგალითად სტოკებში, ბიტკოინში, ოქროში და ასე შემდეგ. ამას ვაკეთებ ამისთვის, იმიტომ რომ თავარი, ანუ მე ზოგადად ყველაფერს უყურებ ისე, რომ ანუ კეში რეალურად არის, კეშზე დიდი თაღლითობა არ არის არაფერი. კეში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური სქემა, რაც კი მოგონილა, რაც კი მოუგონია ადამიანს. ანუ კეში მუდმივად იბეჭდება. როცა უნდა მაშინ ზოგადად სესხს რომ ვიღებთ, ეს არის ჩათვალე რომ ფული იბეჭდება მაგ დროს. როცა ეროვნული ბანკი ამ სესხის პროცენტს დაბლაწევს ეს იმისთვის რომ უფრო მეტი სესხი გასცეს. რაც უფრო მეტ სესხს გასცემს, უფრო მეტი დოლარი იბეჭდება, რაც უფრო მეტი ფული იბეჭდება. რეალურად ამას გულისხმობს ეს. ანუ ეს შენ სესხს რო იღებ, ეგ სესხი ის კი არ არის რომ მაგალითად უკვე არსებული კაპიტალიდან გაძლევენ. რაც ის არის უკვე ცირკულაციაში, არა. ჩათვალე რომ ახალი ფული იქნება. შენ სესხის აღება არის ახალი ფულის შექმნა. ანუ ვიღაცა რო ეხლა 10 მილიონს, 20 მილიონს, 30 მილიონიან სესხებს რო იღებს. ეხლა ყველა ვერ იღებს მაგხელა სესხებს, მაგრამ წარმოიდგინე ათეულობ ხომ არიან მსხვილი ბიზნესმენები. ესენი რომ დიდ სესხებს რომ იღებენ. რეალურად ამხელა ინფლაციას იწვევენ ეს. მოკლედ ეს იწვევს ინფლაციას რა. ხოდა მოკლედ რადგან კეში არის თაღლითური სქემა, რეალურად გამოსავალი იმისთვის რომ ეს ამ შენმა ფულმა, ამ შენმა კეშმა ინფლაცია არ განიცადოს და ტყუილა დღეს რო 10 ლარი გაქვს, ხვალინდელი 5 ლარად არ იქცეს, მაგის არის საჭირო ინვესტიციები. დამატებით, როდის იბეჭდება ფული, როდის ბეჭდავს ეს ფედერალური რეზერვი, ფულს ძირითადად ამერიკაა ყველაზე დიდი გავლენიანი, ამერიკა, ჩინეთი და ანუ რამდენიმე ქვეყანას უყურებ ხოლმე. ყველაზე მეტად ამერიკას. როდის ბეჭდავენ ფულს მაგალითად, ანუ როდის შეიძლება რომ წავიდეს ინფლაცია უფრო დიდი და რა დროს შეიძლება რომ მაგალითად ეს ოქროს ფასმა მოიმატოს, სტოკების ფასმა მოიმატოს, ამაზეა რეალურად ეს ყველაფერი აგებული, რომ როცა ფულს ბეჭდავენ, უფრო მეტს და უფრო მეტი ფული შემოდის ცირკულაციაში, უფრო მაღლა მიდის ეს სტოკები, ბიტკოინი, ოქრო და მაგიტომ მიდის. რაც უფრო მეტი ფული არის ცირკულაციაში, რაც უფრო მეტი ფული იბეჭდება, ამის ფასი მიდის უფრო ზემოთ, იმიტომ რომ ეს ფული ან მე ახლა ჩვეულებრივი ხალხი ხამ და ჩვეულებრივი ბევრმა არ იცის მოკლედ ეს და ამას არც ზოგადად არც ინტერესი აქვს და ამას არც უყურებს და არა აქვს ამის ცოდნა და არც აინტერესებს რეალურად, მაგრამ ან ჭკვიანი ზეითად ეს დიდი ფული ვისაც აქვს, ანუ ვინც უკვე აზია რაც ხდება, ზეითად ეს ფული რო იბეჭდება, ეხლა ხო იცის, ეხლა მე რომ მილიარდები მაქვს მაგალითად და ვიცი რომ ეხლა ჩვენ 5 ლარზე და 10 ლარზე და 100 ლარზე ეხლა ინფლაციას რო განიცდის ფული და მაგალითად 5 წელში 100 ლარი 50 ლარს უდრის, ეხლა რავი, არა უშავს, ხო? 100 ლარი როცა გაქვს მაგალითად და არა გაქვს ბევრი. როცა გაქვს 100 ლარი კი არა, მაგალითად 100 მილიარდი და ისი რომ ეს 100 მილიარდი 5 წელში გახდება 50 მილიარდი, ანუ გინას მილიონებზე რო ვთქვა. უკვე რაღაცა ხერხებს მიმართავენ, რომ ეს ფული არ გააუფასურონ. რაც უნდა ეხლა ვიღაცამ მაგალითად, ანუ ზოგს ახლა მემკვიდრეობით ერგო, მაგრამ ვიღაცამ რაღაც წელი ცხოვრება იშრომა მაგალითად.
იწვალა, გახდა მაგალითად მილიონერი, გაუმართლა ცოტა იქ რაღაცაები აკეთა, რავი. წელზე ფეხს იდგავდა და გაიკლა თავი და როგორღაც იშოვა ეს ფული მაგალითად და იცის რომ ინფლაცია ხდება და რას იშოვა ეს ფაქტიურად ისე უკან მიდის. რაღაცა გზა ხო უნდა ნახო რომ ეს შეინარჩუნო და ამისთვის არის ეს რომ როცა ეს ფულები იბეჭდება შემდეგ მაგალითად დააინვესტირო ეს ფული, ამისთვის უყურებ ამას, ან როდის ჯობია დააინვესტირო ეს ფული. სტრუქტურასაც უყურებ, რა თქმა უნდა, ძირითადად ყველაზე მთავარი სტრუქტურაა, მაგრამ გლობალური ეკონომიკის სურათი გაძლევს შემდეგ უკვე მიმართულებას, აბა რა ხდება, ფულის ბეჭვდა მიდის თუ არ მიდის, თუ რა ხდება, სადავართ და შემდეგ უკვე სტრუქტურასაც უყურებ, ეს უკვე მაღალ დროებში, ანუ ერთ დღიანში, ერთ კვირიანში უკვე ამაზეა საუბარი. დღის day trader-ობაზე არ არის საუბარი. უყურებ მე ოქროს რა შვება. ანუ ოქრო ჩათვალე რომ პირდაპირ კავშირშია ამ ლიკვიდობასთან, ანუ ეს გლობალურ ფულთან. ოქროს ფასი თუ მიდის მაღლა, ანუ მეტი ფული შემოდის, მეტი ფული იბეჭდება იქ. შეიძლება ამერიკა არ ბეჭდავს მაგდროს, მაგრამ ვიღაცა ბეჭდავს მოკლედ. ან ეს ეროვნული ბანკი უშვებს ამ ცირკულაციაში ამ ფულს, შეიძლება უამრავ ფულს მოკლედ, რომ და ან პირდაპირ ოქროს ფასს რო უყურებ, ჩათვალე რომ ეგ არის. ოქროს ფასი თუ მაღლა მიდის, იცოდე რომ ეგ ხდება. ფული იბეჭდება და შემოდის ახალი ფული მარკეტებში. და ჩათვალე რომ ოქროს ფასი არის პირდაპირ კავშირში მაგასთან. ოქრო რომ მიფრინავს, ანუ იცოდე რომ ფული იბეჭდება მოკლედ მაგ დროს რა. შემოდის ფული და მიდი. აი ეგ არის ოქრო. მე აქ უყურებ ეს არის option market-ია მოკლედ კიდე როგორც ახლა ჩვენ აქ ტრეიდერობთ, option market-ი არის იგივენაირად და აქ უყურებ ხოლმე გამყიდველების და მყიდველების რომელი მხარე უფრო აქტიურებს, ეს არის ოღონდ ძირითადად სტოკების მხარეს უფრო. ანუ აი ეს ორი ხაზი მაგისთვის მაქვს, რომ ამ ხაზს რომ ამოწდება, აი აქ ზემოთ რომ მოდის, ანუ გამყიდველები რაღაც უკვე ძალიან ჭარბობენ და სავარაუდოა რომ შემოbrunდეს და თუ დაეცა ფასი, ისევ წამოვიდეს და მოიმატოს ახლა დროა ფასმა და ქვემოთ წამოვიდეს. ამის ქვემოთ როცა არის უკვე ნაყი კარგად წავიდა უკვე ზემოთ და სავარაუდოა რომ რაღაც ფულბექი ჰქონდეს და წავიდეს ზემოთ. ეს არის ამერიკის ფედერალური რეზერვის ფონდი, ასე ვთქვათ, და ჩანს მაგალითად მათი ფულის მოძრაობა, როგორ მოძრაობს ეს ამერიკაში ეს სარეზერვო ფონდი, როგორ ამოძრავებს ამ ფულს. ეს რო დაბლა მოდის, ცუდი არის რეალურად. ანუ ეს რო დაბლა მოდის, ნიშნავს იმას, რომ მარკეტიდან ლიკვიდობა გააქვთ. ანუ იწოვენ ფულს ლიკვიდობას, რაც არის მარკეტში და ზოგადად ამას იწოვენ. ეს არის ეს. ეს რო ზემოთ მოდის, ანუ პირიქით ლიკვიდობას უშვებენ შიგნით მარკეტში. ეს არის ეს. აი აქ კოვიდის დროს ნახეთ რა მოხდა. აი ეს რამდენი თელი რაც კი რამე ქონდათ, ყველაფერი შემოუშვეს აი 2000 აიქიდან. და ეხლა უკვე იმის მერე ნელ-ნელა ცდილობენ რომ ეს ცოტა დააბალანსონ და ცოტა ქვემოთ დარეგულირდეს, ცოტა ქვემოთ წამოიყვანონ. ნელ-ნელა ქვემოთ მოდის. უყურებ ამას, ეს არის როგორც ჩათვალე ბიზნესის ციკლივით არის, ანუ ბიზნესის ციკლი როგორ მუშაობს, ანუ ეს აღმასვლები რო აქვს, არის რომ ბიზნესები წელში გამართულია, მოკლედ და შემოდის ფული და მარკეტიც ზემოთ წავა სავარაუდოდ. ეს რო უკვე დაბლა მოდის, მარკეტიც სავარაუდო რო ქვემოთ წამოვა. ამას უყურებ NASDAQ-ი ისე გეცოდინებათ ხა რაც არის top 100 კომპანია არის ტექნოლოგიების ამერიკაში მაგისი ინდექსია. ეს S&P 500, ამას უყურებ ხოლმე. უყურებ ორწლიან ანაბრებს, ანუ ქართულ US bonds არის, ანუ ქართულად ჩათვალე ანაბარი არის, ორწლიანი ანაბრები. 10 წლიან ანაბრებს და 30 წლიან ანაბრებს. და უყურებ ჩინეთის 10 წლიან ანაბრებს კიდე. ეს ახლა რას გვაძლევს ესეც? ეს გვაძლევს იმას, რომ
თუ ანაბრებზე მოთხოვნა იმატებს, ანუ დიდად უფრო ეს დიდი ფული ვისაც აქ, ანუ ის ამოძრავებს, ხა შენ რო აქ 1000 ლარს შეიტან ანაბარზე, ეგ არ შვება აქ არაფერს. აქ არის ლაპარაკი მილიარდებზე არის აქ ლაპარაკი, რომ მილიარდელები რო ანაბრებში შედიან, ანუ ანაბრებს რომ ხსნიან, ამაზე აქ საუბარი. ეს რო დაბლამოდის, ანუ ეს უფრო ნიშნავს, რომ მარკეტს უფრო ეშინია და ოქროში შესვლა, ოქროს რო იყიდოს მაგალითად და დაინვესტიროს თანხა. ამისი შედარებით ეხა არ უნდა შედარებით ეშინია მარკეტს და ურჩევნია რომ უფრო უსაფრთხოდ იყოს რა და უსაფრთხოდ ანაბარი გახსნას უბრალოდ ცოტა პროცენტი ჰქონდეს შედარებით, მაგრამ იქ რაღაც მოგება არ ქონდეს იმპულს, მაგრამ უსაფრთხოდ იქნება სამაგიეროდ. ეს რო დაბლამოდის, მაგას ნიშნავს, რომ ამ დიდ ფულს უნდა რომ უსაფრთხოდ იყოს მოკლედ და არა აქ ეხა ეს დიდი ფულების ინვესტიციებში გაშვება გადაწყვეტილი. ეს რო ზემოთ იწყებს წასვლას, ნიშნავს, რომ ანუ რატო იწყებს ეს, ანუ ეს პროცენტი ზემოთ რატო მიდის, ხო, ნაკლები მოთხოვნა როცა, მაშინ მიდის ზემოთ, რომ მოიზიდოს ხალხი. მე თუ ეხა მოთხოვნა დაკმაყოფილებაზეა ესეც რა რეალურად. თუ ეხა მაგალითად უამრავი ხალხი შემოდის, მილიარდერები და მილიარდობით და ტრილიონობით ფული შემოდის და ანაბრები იხსნება, ეხა რა თქმა რომ მაგალითად მე რო რავი სახელმწიფო ვარ, გავცე რავი 10%-ში, რა არ მაწყობს, ხო? დიდ პროცენტს უხდი ძალიან რეალურად. ამიტომ როცა ძალიან ბევრი შემოდის უკვე ამ ანაბრებზე, მე პროცენტი დაბლა მოდის, ანუ დაბლა ჩამოდის. მაგიტო ჩამოდის დაბლა, რომ დიდი მოთხოვნა. როცა ეს მიდის ზემოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ არის მოთხოვნა ამ ანაბრებზე. დამატებით ახლა სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც, ეს თუ მაღლაც მოდის და მაგალითად იქ ვიცით რომ ფულის ბეჭდაც დაიწყო, იქ ოქროს ფასი ზემოთ მიდის და ბევრ რაღაცებს შევხედავთ და ხედავთ რომ სხვა მახასიათებლებიც გვეუბნება იმას რომ წესით უკვე რაღაც კარგისკენ შემოbrunდა სიტუაცია, რომ უნდა შევიდეს მარკეტებში ფული. ამას ესეც ზემოთ იწყებს ხოლმე სვლას და ზემოთ მოდის, რომ ანუ მოთხოვნა აღარ არის ამ ანაბრებზე, უკვე ამ ჭვიანმა ფულმა და დიდმა ფულმა გადაწყვიტა, რომ რაღაცა იქ ბიტკოინი იყიდოს, ან ოქრო იყიდოს, ან სტოკებში შევიდეს. უკვე იცის რომ ისედაც კარგად არის ყველაფერი და არ არის ხა ზედმეტი უსაფრთხოება საჭირო და შეუძლია რომ ცოტა გარისკოს. ანაბარში არ ედოს ეს ფული და უფრო მეტი მოგების მოლოდინში რაღაცაში ჩააინვესტიროს ფული. ეს არის ეს მოკლედ. უყურებ მე ბიტკოინს, ბიტკოინი რა შვება, უყურებ ბიტკოინ, ძირითადად მე ვარ ინვესტიციების კუთხით უფრო კრიპტოთი დაინტერესებული რა ეხლა. სტოკებს დიდად არ უყურებ, სტოკებში ინვესტირებაზე დიდად არ ვფიქრობ. მაშინ ცალკეული რომელიმე აქციები უნდა უყურო, იქ Nvidia და რა ბევრი ისე კრიპტოში უფრო კარგად ვარ მოკლედ გარკვეული და მისჩვენია რომ რაც უფრო ვიცი, იქ იმას უყურო. უყურებ მაგალითად ბიტკოინს, უყურებ ბიტკოინის დომინაციას, რამდენად დომინანტურია კრიპტომარკეტში ამ მომენტში ბიტკოინი, ამას უყურებ იმისთვის, რომ მივხვდე მაგალითად ბიტკოინი რო დაიწყებს მაღლასვლას პირობითად, ან მთელი ფული ბიტკოინში მიდის იმ დროს თუ ბიტკოინი როცა მაღლა მიდის შეიძლება სხვა რაღაცებმა გაისროლოს ძალიან. აი ამისთვის უყურებ. ბიტკოინის დომინაცია თუ ზემოთ მიდის, ესე იგი ბიტკოინია დომინანტი და მთელი კაპიტალი, ძირითადი ფული შედის ბიტკოინში. როცა დომინაცია მოდის დაბლა, ანუ პოტენციურად შეიძლება რომ გაისროლოს იქ რა ვიცი, ეთერიუმმა, გაისროლოს, არ ვიცი, სოლანამ, ლინკმა, ან მე ძირითადად უყურებ ხოლმე, ანუ ყველაზე მეტად უყურებ ეთერიუმს, ბიტკოინს, სოლანას, სუი არის ესეთი კოინი კიდე და ლინკს. აი ეს ხუთია ჩემი მთავარი. ამ ხუთს უყურებ ძირითადად. ანუ ამ ყველაფრის ფასებს ვიწერ ყოველდღიურად, მე იქ შევდივარ და ვნახულობ მაგალითად ETF-ებით რამდენი შემოვიდა მაგალითად ბიტკოინში ფული. და ან რეალურად ვიწყებ დღეს ამით. ამ ყველაფერს უყურებ, მე გადავდივარ იქ უყურებ რამდენი ლიკვიდაცია მოხდა გუშინ მაგალითად ან კრიპტომარკეტში, ანუ რამდენი ვინც მაგალითად ეხა
leverage-ით ყიდულობს, ანუ spot-ზე ვინც არ ყიდულობს, ანუ უბრალოდ რომ იყიდი და ავა ჩამოვა, უბრალოდ შენი ის თანხას უბრალოდ ადის და ჩამოდის, ანუ ლიკვიდაციაში არ ახარ, ვერ დაგალიკვიდირებს მოკლედ, ვერ გაგანულებს. თუ ნოლზე არ დაეცა ბიტკოინი, ვერ გაგანულებს. ეს არის სპოტი. ანუ უბრალოდ მაგალითად $10,000 შეხვედი აეკ, ამ 10%-ით მოიმატებს 110,000 გაგიხდება. 10%-ით დაიკლებს, 91,000 გაგიხდება. ამას ეს არის სპოტი. და ყიდულობენ ასევე მაგალითად არა, გაგიხა ეს 100,000 და 20,000-ით კიდე რომ შეხვიდე ოღონდ, ისე რომ 100,000 უდრიდეს. მაგრამ რისკავ ისე რომ მაგალითად თუ დაეცემა კრიპტოს ფასი პირობითად ამ შემთხვევაში 5x leverage-ზე, თუ დაეცემა 20%-ით კრიპტოს ფასი, ბიტკოინის მაგალითად ამ შემთხვევაში გაგანულებს. ანუ ეს 20,000 ვსო გაქრა. მაგრამ თუ წავიდა მაგალითად ხა აქ 20%-ით ზემოთ ან 10%-ით ზემოთ პირობითად, თუ შენ მოგება უნდა გქონოდა 10%-ით ზემოთ რომ წავიდოდა მაგალითად $2,000, უკვე 5x-ზე რო ხარ გასული, გექნება $10,000 მოგება. ეს ეყიდულობს ბევრი მოკლედ. და ძირითადად მარკეტი დასდევს ამ ხალხს მოკლედ ასე ვთქვათ და ცდილობს რომ დალიკვიდიროს. დალიკვიდირებას და მაგის ხარჯზე შეივსოს ამ სპოტმა და ამ ჭკვიანმა ფულმა თავისი ორდერები და მე გავუშვან ფასი X-ს უნდათ. და ესაც იმისთვის არის რომ ეხლა ვიღაცა იქ 10x leverage-ით რო იყიდის მაგალითად 10 მილიონით პირობითად და სულ რო 20%-ით წავიდეს ზემოთ, იმას აქ მოგება უკვე რავი ეხლა 10 მილიონზე ზემოდან 10 მილიონი ან 20 მილიონი კიდე ზემოდან. ამიტომ ესეთ მარკეტი ზოგადად ამას დასდევს რა, ასე ვთქვათ. ანუ უყურებ მაგას, უყურებ ღია ინტერესს, ქართულად ასე ითარგმნება, open interest, რაც არის ამ მარკეტის ან ვინც ესე ყიდულობს, გაორმაგებულს და გახუთმაგებულს, ვინც ესე ყიდულობს, მაგათი ინტერესი როგორი არის, ანუ პოზიციები იხსნება თუ იხურება, ან მარკეტის დაინტერესებას უყურებ ხოლმე მაგ კუთხით, რომ რამდენად დაინტერესებულია ამ დიდი პოზიციების გახსნით, ანუ გაორმაგებული და გასამაგებული პოზიციების გახსნით მარკეტი. რაც უფრო მეტია ეს დაინტერესება, ოღონდ მარტო იმ მიმართულებას არ გიჩვენოს. შეიძლება ქვემოთ მოდიოდეს და იზრდებოდეს ეგ open interest-ი. და გულისხმობს იმას, რომ ქვემოთ მოდის და დაინტერესებაც იზრდება, ანუ ცუდია იმ კუთხით, რომ ესე იგი დაბლა წამოვა, უფრო და უფრო დაბლა წამოვა. ზემოთ რომ მიდის და ეგეც რომ იზრდება, ანუ ნიშნავს, რომ დაინტერესებაა ჯერ ისევ და ზემოთ მიდის მარკეტი. და მე უკვე როცა მაგალითად აი როგორც დივერგენციებია, მეგეც მაგას შეიძლება შეხედო. აი ეგ რომ ნახავ მაგალითად რომ ეგ აქ ზემოთ წავიდა, მაგრამ ეგ დაინტერესება უკვე აღარ იყო, უკვე სავარაუდოა რომ დახურა ბევრმა ეს პოზიციები და სავარაუდოა დიდმა ფულმა ძირითადად ჭკვიანმა ფულმა დახურა ეს პოზიციები ძირითადად ამას ნიშნავს. და წამოვა ისევ ქვემოთ. ეს არის უკვე RSI-ს უყურებ, აქ რა თქმა უნდა. ეს არის შიშის ინდექსი და სიხარბის ინდექსი და ეს არის მარკეტის სენტიმენტი, ანუ როგორ ხასიათზეა მოკლედ რა. მარტივად რომ ვთქვათ. ეს არის ხოლმე ჩემი დილის რუტინა. ამას ვიწერ ყველაფერს, მე შევდივარ და უყურებ ერთდღიან ჩარტით ვიწყებ მე ევროს, დოლარის და დოლარის გაანალიზებას. მე ჩავდივარ 4 საათზე, 1 საათზე და უკვე ვიგეგმები და ველოდები რომ ლონდონის სესია გაიხსნას. ეს არის ჩემი დილის რუტინა, დილით რასაც ვაკეთებ. დაახლოებით ამ ყველაფრის ვშინდება 25 წუთი, ნახევარი საათი, დაახლოებით ასე. მაგრამ დილის რუტინა კაია, ანუ სანამ მაგალითად მე დავიწყებ აქ უკვე გაანალიზებას ჩარტის, ანუ ეგეც ხო დილის რუტინაა და ესეც და უკვე შეგუებული ვარ ჩარტს და უკვე როგორც ჩაიფლო რა, უკვე რო ჩაიფლობი და უკვე სამ ტრეიდინგზე რო გადაერთვები მთლიანად, ამისთვის ვაკეთებ ამას, რომ გადავერთო მთლიანად და მე უკვე დავიწყო. ეს არის ჩემი დილის რუტინა. ამას ვაკეთებ დილით მოკლედ.
შემდეგ უკვე ანუ დღეს რომ დავამთავრებთ და უკვე მორჩა აღარ ვიღებ დღეს trades, აღარაფერი, მე უკვე უყურებ და იწერ შენს trades, რაც აიღე დღის განმავლობაში. მაგალითად ავიღეთ ეს trade-ი, აქ შევედი, აქ მქონდა სტოპი, აქ მქონდა ის, მე მიზეს მიაწერა აქ, რომ აი რატო შევედი, ამიტომ შევედი აქ, აი ამიტომ შევედი. ну დასკრინავ თან ამას. დასკრინავ და ჩაიწერ თან. რო გქონდეს ამაზე მე დატა, რომ იცოდე რა ტრეიდი აიღე, მე რო გადახედავ, როცა დაგჭირდება, ანუ აბა რატო აიღე, უაზროდ აიღე თუ არა. და მე შეცდომები მაქსიმალურად აღმოფხრა რა, მაგისთვის არის ეს რეალურად. რომ რამდენად კარგად ჩაატარე ეს კვირა, რამდენად კარგად ჩაატარე ეს დღე. ეს არის მე უკვე დღის ბოლოს. ამასაც დაახლოებით უკვე 5-10 წუთი სჭირდება, 15 წუთი მაქსიმუმ, არ ვიცი, ხა შეიძლება შენ დამატებით რაღაც კონდეს. ანუ ისეთი დრო უნდა შეურჩიო ამას, რომ ზედმეტად ხა 1 საათი დასჭირდეს, არა. 1 საათი თუ დასჭირდა, ვერ გააკეთებ ყოველ დღე მოკლედ და დისციპლინა აღარ გექნება მოკლედ. და საჭირო არის რომ ისეთი დრო დაუთმო ამას, რომ ყოველდღიურად შეძლო გაკეთებას, ისე რომ არც დაგეზაროს და არც რაღაცა გააფუჭო მან. მაგალითად იქ რაღაც სხვა რაღაცა საქმეც გააკეთო და ამან მოკლედ არ შეგიშალოს ხელი. ანუ 10 წუთი მაგალითად. 10 წუთი ახლა არ დაგაქცევს, რომ 10 წუთში რა უნდა ახლა 10 წუთი რომ დაუთმო ამას. მარტივად. ეს არის დღის ბოლოს უკვე. და მე კვირის ბოლოს ვაკეთებთ. კიდე იგივეს, რომ მაგალითად აბა ამ კვირაში რა ტრეიდები ავიღე, როგორ ავიღე ტრეიდები, კარგად გავაკეთე ყველაფერი, არ გავაკეთე კარგად ყველაფერი, რა შეცდომა დავუშვი, რა არ დავუშვი მაგალითად, ან მე უკვე შეაფასო ეს კვირა, განვლილი კვირა, უკვე ბოლოს შეჯამება. კვირის შეჯამება არის ეს უკვე. აბა კვირის განმავლობაში რამდენი გამოიმუშავა იქ დამატებით და შეაჯამა მოკლედ კვირა. და თითოეულ ტრეიდს გადახედა. შეგვიძლია მაგალითად აქ ეხა ერთად შევაჯამოთ კვირა, ეს ორშაბათთან მოყოლებული რა ტრეიდები ავიღე, დამატებით. კარგიც იქნება თქვენთვის, რომ რას როგორ ვაკეთებ და ამ ტრეიდების რატო ავიღე. აი დავიწყოთ მაგალითად ამ ტრეიდით. ეს ორშაბათის ტრეიდი. აი იქ ხომ მთელი ლიკვიდობა, ხო? აი სტრუქტურა როგორ მოდის? ჯერ ამით ვიწყებთ. სად არის? ну მოკლედ აი იქ ჩამოვიდა მარკეტი ზემოდან, აი იქ ამოვიდა, ისე წამოვიდა ქვემოთ და ეს იყო აქ ამოვიდა და მე ისე ქვემოთ. მოკლედ ეს იყო სტრუქტურა. აი იქ იყო ლიკვიდობა. ამის ზემოთ უკვე ეს გაფები იყო, ანუ აქ გაფის თავამდე ამოვიდა ამ შემთხვევაში, აი ეს გაფიც აიღო. და მე ვუყურებ ხა რატო ავიღე ეს ტრეიდი, ხო? ეს ტრეიდი ანუ აქციისად 1 საათიან ჩარტს უყურებდი. შევხედოთ 1 საათიან ჩარტში. ხო, მოკლედ. ეს იყო ორდერ ბლოკი. ანუ გაფი და ორდერ ბლოკი. აი ამის ზემოდან მედო ეს მონიშნული მქონდა ეს ტერიტორია, რომ აქ რომ მოვიდოდა აქედან ზემოთ უკვე ველოდებოდი რეაქციას, რომ შეიძლება ეხა აქვე არა, მაგრამ სადღაც აი ამის ზემოთ, აი იქ სადმე უნდა მომხდარიყო ეს რეაქცია. ჩავედი მე აქ დაბალ დროში. ეს 3 წუთიანში ავიღე. გაარღვია სტრუქტურა დაბალ დროში, აი ჩემ ტერიტორიაზე, სადაც პოტენციურად ველოდები უკვე რეაქციას, მოვიდა იქ დაბალ დროში გაარღვია სტრუქტურა იმპულსით, ძლიერად. და შევედი ტრეიდში. სტოპ ლოსი ზემოდან დაუდე და დაუმიზნე აი იქ. აი ამას. ცოტა ზემოთ დაუმიზნე. ანუ ორდერ ბლოკი სადაც იყო, მაგ ტერიტორიას დაუმიზნე. ეს იყო ერთი ტრეიდი. და აიმიტომ ავიღე. ეხლა შევხედოთ მეორე ტრეიდს. ეხლა სტრუქტურა აქ ისევ შევხედოთ როგორ მოდის, ну აქედან. ხო, აქედან ჩამოვიდა, წამოვიდა ზემოთ. ეხლა აქ რა ხდება? სად არის ორდერ ბლოკი? აი სად არის ორდერ ბლოკი?
1 საათიანის ორდერ ბლოკი. ანუ აქ ველოდებით რეაქციას. უბრალოდ აქ ეს ტრეიდი ავიღე იმიტომ, ანუ აქ წესით ევროზე არ ველოდებოდი აქ რეაქციას, ცოტა ზემოთ მინდოდა რომ წამოსულიყო. მაგრამ აქ ავიღე ეს ტრეიდი იმიტომ, რომ დოლარზე აქ სხვანაირად იყო, დოლარსაც უყურებ ხოლმე, ვისაც ჩემი ლაივები ნახე აქ იცის, რომ დოლარსაც უყურებ. ან დოლარი ამ დროს დოლარმა აი აქ ეს რო აქ იყო, აი ეს ლიკვიდობაც აიღო და ორდერ ბლოკში იყო. და შემოbrunდა და დაიწყო მოძრაობა და მაგით ავიღე აი აქ. აზია დასვიპა აქ. და აი აქ გაარღვია პატარა სტრუქტურა. და მაინც ეგრევე არ შევედი, დავალდო რიტეს და წამოვიდა და აი აქ შევედი უკვე შემდეგ. რა ცოტა აი აქ შევედი. აი აქ შევედი შემდეგ. ეს იყო მეორე ტრეიდი. ამ ტრეიდზე ლაივშიც ვიყავი, ან რას ველოდებოდით უკვე ვიცოდით წინასწარ. ლაივში ვინც იყო ახლა ეხსოვება, აქ რაც ხდებოდა, რატო ველოდებოდით აქ რეაქციას. აქაც ამოვიდა. იგივე ისევ დაუნტრენდში ვართ ისევ. ისევ იგივეა აქაც, წამოვიდა. მოვიდა ჩემ ზონაში და აი აქ აი ეს რო გაარღვია. აი ამის რიტესზე აი აქ ხო იყო ლიკვიდობა და აი ამ ლიკვიდობის ზემოდან დავუდე და აი აქ მენდა სტოპი და დაუმიზნე იქ აი აქ მქონდა ეს იყო მიზანი. აი აქ დაუმიზნე. ეს იყო მესამე ტრეიდი. მეოთხე ტრეიდიც ლაივში ავიღე. ეს მალე დავხურე და ეს მალე დავხურე, იმიტომ რომ ჩემი წესების გამო დავხურე ეს მალე, მაგრამ მაინც ნორმალური ტრეიდი გამოვიდა. მოკლედ აქ შევედი, მიზეზი იყო ის, რომ აი აქ გაარღვია. ჩამოვიდა და აი აქ იყო პატარა 1 წუთიანი სტრუქტურის რღვევა იყო აქ. და დავხურე, იმიტომ რომ აი ეს გაარღვია. აქედან უკვე აი აქ ესეც რომ გაარღვია, აქედანაც რომ წამოვიდა და ზემოთ რომ დაიწყო მოძრაობა. აქედან უკვე ქვემოთ აღარ უნდა წამოსულიყო წესით, უნდა წასულიყო თუ ზემოთ უნდა აქედან მარკეტს აი აქამდე. ისე რომ ეს სტრუქტურები არ გაერღვია აი აქ. არ წამოვიდა, ანუ რადგან წესი მაქვს, აქ დავხურე. დღეს ავიღე კიდე ტრეიდი აი აქ, იმიტომ რომ აი ნახე. აქ რა მოხდა? როგორ მოძრაობდა მარკეტი? ეს ხო low იყო მე. ეს იყო high, ეს იყო low, ეს იყო higher high. ეს იყო higher low. ეს არის მთავარი სტრუქტურა. აი ეს იყო კიდე შიდა სტრუქტურა. აი აქედან აი ხო გაარღვია შიდა სტრუქტურით. აი ეგ. წამოვიდა high low high. აი აქ სანამ ლონდონი გაიხსნებოდა, აქ ვიყავით მოკლედ. ეს იყო შიდა სტრუქტურა. აი ეს უკვე აქ შიგნით რაც ხდებოდა. ეს არის კიდე შიდა სტრუქტურა. უნიშნელო, ლიკვიდობა, ეს არის ლიკვიდობა, ჩათვალე რომ ეს არის მარტო ლიკვიდობა, სხვა არაფერი. ლონდონი რომ გაიხსნა. ანუ ველოდებით ლონდონისგან როგორც ვიცით, ველოდებით მანიპულაციას რაღაც დონის, აი ეს ლიკვიდობა აიღო აქ. როგორც კი აიღო რეაქცია ქონდა და შევხები ეგრევე. აი იქ დაუდე, ცოტა ქვემოთ მედო აი იქ. აი იქ მედო აზიის low-ს ოდნავ ქვემოთ, რომ შეიძლება ცოტა გამოეგრძელებინა კიდე. და აქ წესით უნდა დამეხურა ეს ტრეიდი, მაგრამ არ ვიყავი მონიტორთან და ვერ დავხურე ეს ტრეიდი და გამაჩერა ბოლოს. აი წესით უნდა დამეხურა აი აქ. იმიტომ რომ აი აქ დასვიპა და ეგრევე შემოbrunდა და ეს გაარღვია და წესით აი აქ უნდა დამეხურა, მაგრამ მოკლედ ვერ დავხურე და გამაჩერა აქ. ესე იგი, აქ ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, რატო დავუშვი? ჩემი ბრალია, ხო, ანუ ჩემე ვიცი რომ წესით, ჩემი წესებიც მეუბნება, იმიტომ რომ ეს დროთა განმავლობაში ეს რომ ანალიზის მიხედვით მარკეტის ვიცი რომ წესით უნდა დამეხურა აქ, მაგრამ ვერ დავხურე, იმიტომ რომ არ ვიყავი ადგილზე, ანუ ჩემი ბრალია. ეს რეალურად არის შეცდომა. ეს რომ მაგალითად ესე არ მექნა დღეს, დღე მთლიანი კვირა მექნებოდა მარტო მოგებული ტრეიდები.
მაგრამ წაგების გარეშე დავამთავრებდი ამ კვირას. არა, დღეს მაინც ბოლოს ესეც რისი ბრალია, უკვე თავდაჯერებულება მომემატა უფრო მეტად და ამის ბრალია. რომ უკვე მივუშვი რა, მიდი ხა წავა უეჭველი თემაა, რომ აიქ უნდა წავიდეს. და მაგიტომაც აი თავდაჯერებულობა მესის, მაგრამ ვიფიქრე რომ მეთქი ავი ხა გამაჩერებს რა მოხდა და გავუშვი ტრეიდი. ხო უკვე რამდენი ხანია რაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაინც დამემართა ეს. ანუ სულ უნდა იყო ყურადღებით ამაზე. მაგრამ ხვდები რას დამემართა და რატო დამემართა. რეალურად ეს ტრეიდი ხა -1 კი არ იქნებოდა აი ეს დადებით პლუსი იქნებოდა. და დავამთავრებდი კვირას სრული მოგებით. მარტო მოგება მექნებოდა მთლიან კვირაში. მაგრამ შეცდომა ეგრევე ვეღარ დავამთავრე მოგების გარეშე, წაგების გარეშე. ერთი წაგება მქონდა, არა უშავს. მთლიანობაში კვირა კარგი იყო და ამ ყველაფრის მიხედვით ახლა ვიცი შემდეგ კვირაში უკვე ხო ნახე ხა რა შეცდომას დავუშვი. შემდეგ კვირაში ვიყვე ეს ვიცი ვინიშნავ ამას, რომ აი ეს შეცდომა დავუშვი. ამონი ეს გამოვრიცხოთ, ეს შეცდომა აღარ დავუშვათ შემდეგ კვირაში. ამაზე განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს აღარ დაგვემართოს. რაღაცა შეცდომა შეიძლება დაუშვე, ხა ადამიანები ვართ მოკლედ და პერფექციონიზმი, რა ვიცი, ხა იდეალურად ვერ აკეთებს ვერაფერს. ამიტომ არ ავუშავს მთლიანობაში, შეგვიძლია შევხედოთ, რომ არ ავუშავს. უბრალოდ შემდეგ კვირაში უფრო მეტი ყურადღება გავუწიოთ ამას. შეიძლება მე რაღაც სხვა შეცდომა დავუშვათ მაგალითად, პირობითად ამ. შეიძლება არც დავუშვათ, განა უეჭველი უნდა დავუშვათ შეცდომა. სავალდებულო კი არ არის. მაგრამ თუ დავუშვებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია შემდეგ კვირაში ამას. თუ არ დავუშვებ, ხო მაგას რა ჯობია. ამ კვირაში მოკლედ ეს შეცდომა მქონდა. სხვა დანარჩენი ხა კმაყოფილი ვარ ამ კვირით. არაფერი სხვა შეცდომა არ მქონია, ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც უნდა მექნა. კარგი ტრეიდები იყო, პროფიტში ვქოვრავ ამ კვირას. კმაყოფილი ვარ, მოკლედ მთლიანობაში კარგი კვირა. მიუხედავად შეცდომისა, არ აუშავს ხა. ადამიანები ვართ. ხდება. ეს არის უკვე მერე კვირის შეჯამება. აი ამას ვაკეთებ. ეს არის ტრეიდერის რუტინა, რაც არის აუცილებელი. რომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისე არ გავატაროთ. ეხლა უბრალოდ რავი, ეხლა შაბათს რაღაც 3 ტრეიდი აიღე და აიღე რა, ეხლა აღარც გახსოვდეს მე, რომ აბა სად დაიღე, სად ქონა ენტრი რა. რატო წააგე მაგალითად, ან რატო მოიგე, ან რა ვიცი. რა ხდებოდა საერთოდ. ანუ ეს ყველაფერი შეინახე. ეს ყველაფერი ყოველ კვირა გაანალიზე. რა შეცდომა დავუშვი. მე ხა ეს კვირა ნორმალური კვირა, კარგი კვირა მქონდა. ნორმალური კვირა, კაი კვირა მქონდა. წაგება არ მქონდა, ეს ხა ესეც ჩემი ბრალი იყო, კარგად რომ მიყოლოდი, ესეც არ მექნებოდა. მთლიანობაში ნორმალური კვირა. და თუ ეხა მე ამას არ გავაანალიზებ, შემდეგ კვირაში მე რო ეხა აქ რო რაღაც შეცდომა დავუშვი, მაგალითად აქ რო რაღაც შეცდომა დავუშვი, იქ რო რაღაც შეცდომა დავუშვი. თუ ამ ყველაფერს მე თვითონვე თუ არ შევხედე და არ გადავხედე და არ დავადგინე რომ აბა რა გავაკეთე ცუდად, აბა რა მოხდა, თუ არ გავაანალიზე ეს. რა ვიცი, თავისით არ გაანალიზდება ეს, თავისით არ მეტყვის ტვინი, რომ აი ეს 4 დღის წინ იქ რაღაც ემოციების გამო აიღე რაღაც ტრეიდი. ანუ ტვინი ამას ახლა არ გეტყვის, რომ ეს რაღაც მოხდა. საერთოდ არც გაახსენდება რეალურად. რა თუ არ შეხედე და თუ არ გაიხსენე და ფაქტ თუ არ ნახე, პირიქით შენ ტვინს სულ არ უნდა ახლა ის გაიხსენოს, რომ წააგე აი ეგ რაღაცა. ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ვიწერთ ამ ყველაფერს აუცილებლად, ნუ ეს უკვე ჩაწერილი გვაქვს, მაგრამ კვირის შეჯამებასაც შეგვიძლია რომ წალკე შევაჯამოთ, რომ აბა კარგი კვირა იყო მაგალითად, ჩავინიშნოთ რომ შემდეგ კვირაში ამას გავუწიოთ მეტი ვარაუდი, ეს 8-ში ჩავიწერთ თუ რა ვიცი, სად ჩავიწერთ ეს ინდივიდუალურია, მე მაგალითად 8-ში მირჩევნია და 8 მაქვს ჩემი ბლოკნოტი, აი ეგ ვიწერ, მიდევ სულ წინ. და უყურებ მოკლედ მუდმივად ყველაფერი რაც უცებ საჭიროა და მნიშვნელოვანი რაც ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაც არის, აი თავარ 8-ს რომ გადაშლი, თავარ 2 ფურცელზე მიწერია სულ და
მუდმივად უყურებ მაგას. დილას რო ვიწყებ, ეგეც ერთ-ერთი ნაწილია დილის, რომ აქ ჩავხედო ამ როეულს, რომ აბა რა მითხრა გუშინ ჩემმა თავმა მაგალითად, აბა რა მაქვს დღეს გასაკეთებელი, ანუ შენ თავს უნდა ენდობოდე, რომ შენი თავი გუშინ რო გეტყვი შენი თავი რაღაცას, რომ აი ეს ჩაინიშნავ რაღაცას. ანუ იმისთვის ინიშნავ, რომ ხვალ ესა იგივე არ გააკეთო, მაგისთვის ინიშნავ. ანუ ფაქტიურად შენი გუშინდელი თავი გიტოვებს მესიჯს ხვალინდელ თავს, რომ რაღაცა უაზრობა არ გააკეთო. და მიყვი გეგმას. და ის შეცდომა რაღაცა რაც დაუშვა გუშინდელმა შენმა თავმა დღეს აღარ დაუშვა. ამიტომ ეს საჭიროა და სულ ანუ ჩემთვის უფრო კომფორტულია. ხა ვიღაცისთვის შეიძლება აი რავი ფაილი გახსნას და იქ უყუროს რა, არ ვიცი. ყველას ვისაც როგორ ურჩევნია. მე ჩემთვის პირადად უფრო კარგია როცა ვწერთ, ან რომ ვიწერთ, ან უფრო კარგათაც მომახსოვრდება და მეტ ყურადღებასაც ვაქცევ, მოკლედ მისჩევნია რა, მოკლედ. არ ვიცი, სხვისთვის არ ვიცი როგორ იქნება. ჩემი პირადი გამოცდილებით რვეულში ჩაწერა მე პირადად მისჩევნია და გირჩევ რომ სცადო და შეიძლება მოგეწონოს მოკლედ. ან შენ როგორც მოგინდება ისე გააკეთე. პრობლემით მე გეუბნები რა არის, რას ვაკეთებ მე, რა არის მნიშვნელოვანი და ეს რაღაც მსგავსი რუტინა თუ გექნება, შენთვისვია უკეთესი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააუნჯობესო და ამ ყველაფრის მთავარი იდეა ეგ არის, რომ გავაუნჯობესოთ ეს ყველაფერი. რომ ეხა მე ამ კვირაში რომ მაგალითად აი ეს შეცდომა რო არ ჩავთვალოთ, ხო მაგალითად ესეც რომ დამეხურა, ხო ნახე? ანუ კვირას ხურავ ისე, რომ წაგება არ აქვს. ანუ აქამდე რომ მიხვიდე, რომ თლიანი კვირის განმავლობაში წაგება არ გქონდეს, ამას ჭირდება დრო და დისციპლინა. რო აიქ მაგალითად არ აიღო აიქედანაც ეს ტრეიდიც არ აიღო და ესეც არის ჩალი, ეპოტინო, აიქ რო აიქ შევარდე, აიქ ზემოთ, აიქ არ ვიცი. ანუ ამ ყველაფერს გაძლევს მე ეს ყველაფერი ეს გაძლევს რეალურად მაგას. რო გაანალიზებ აი ხა წინა კვირაში მაგალითად რაღაცა აიქ შეცდომით შევედი პირობითად, აი არ უნდა შევსულიყავი მაგალითად აი აქ გადახედავ და აი აიქ მაგალითად. აიქ რატო შევედი საერთოდ მაგალითად. ხო აი რო შეხედავ აი აქ ტრეიდს მე, რომ აი აქ რაღაც მიზეზით ტრეიდი აღებული, ну გაგაჩერა. აი შეხედე მე ანუ კვირის ბოლოს და უყურებთ. აი რატო შევხედი საერთოდ. რა ჭკუამ გიკანა ხარ, რომ აი ამ ტრეიდში საერთოდ შეხვედი. და მე ახლა აანალიზებ, რომ აბა რატო შევედი ამ ტრეიდში. და მე იხსენებ, რომ აბა რა ხდებოდა, ემოციები რა იყო, რამ გიბიძგა ამისკენ. ჩაწერილის კი გაქვს ამას სკრინაო, მაგრამ უბრალოდ ისე ვიძახ. და გეუბნება მე ეს, რომ აი აქ რა ვიცი, რაღაცა გეგონა რა და შენი ეგოს გამო, რომ შენმა ეგომ გითხრა, რომ უეჭველია ეს და შენ როგორც გონია ისე მოხდება და შენ ხარ მართალი მოკლედ და რასაც ეტყვი მარკეს იმას იზავს და მაგიტო შეხვედი აიქ მე მაგალითად. აი ამიტომ დაუდე სტოპი აექვე მაგალითად, რომ იცი რომ ეგა რა აქედან უნდა წავიდეს. და გაგაჩერა ბოლოს. ანუ მე ახლა ამას რო შეხედავ და ამ ყველაფერს რომ ნახავ, აი ესეთი უაზრობა დაგემართა და აღარ უნდა დაგემართოს ეს, რომ ანუ შენ რო გეგონა, მოკლედ მაგის გამო არ უნდა აიღო ტრეიდი, მაგას გეტყვის ეს, რომ არ აიღო მაგ დროს ტრეიდი. როგორც კი მაგ ფიქრში წახვალ მე, რომ აი აბა ეგ უეჭველია და ეგ წავა ეს და უეჭველი უნდა მოხდეს. როგორც კი მე ეგ ფიქრი დაგეუფლება, ეს რო ჩაწერილი გაქვს და გაანალიზებული გაქვს, ეგრევე დაგარტყავს, რომ გეგონას გამო არ ვიღებთ ტრეიდს და მივყვებით სისტემას. აი ამისთვის ვაკეთებთ ამას. მოკლედ ეს არის ტრეიდერის ჟურნალი. აი ესეთი ჟურნალი შეიძლება რა გქონდეს, ესეთი მიმოხილვა გქონდეს შენი ტრეიდების. ვიცი, სულ ეს არის. არ დაგავიწყდეს მართლა გვერდის და ლაიქება, გამოწერა. შემდეგი ლაივების გაკვეთილების მალევე ნახო. აბა კარგად.